რა შედეგი დასრულდა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა. რა თემები განიხილეს პრაღაში. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუიანში. რუიანი დაბრუნდა კვლავ პირდაპირ ეთერში და როგორც ანონსიდანაც შეიტყვეთ, ჩვენი სტუმარია პირდაპირ ჩართვით ზურაბ აბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. საღამოშვიდობისა, ბატონ ზურაბ, დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ზურაბ, თქვენი და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე საუბარი მე მინდა დავიწყო იმ განსაკუთრებით მტკივნეული საკითხით, რომელზეც თქვენ გააკეთეთ კომენტარი, გულისხმობ გიგა 4-2-ას მკვლელობის საკითხს. თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამ პასუხისგებლობას მთლიანად ვერ გადააბარებს, რადგან რუსეთს ამ რეგიონში განსაკუთრებული პასუხისგებლობა აკისრიაო, მაგრამ კარასინმა თავისი პოზიცია თქვა, რომ ეს საკითხი გასარკვევია სოხუმთან. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთთან 4-2-ას საკითხზე, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის რესურსი ამოწურულია, რომ დასრულდა ამით მათი პოზიცია და ჩვენ რუსეთთან ვეღარ გავაგრძელებთ 4-2-ასთან დაკავშირებით საუბარს. არა, ამას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა. მე ადრეც გავუსვი ხაზი, რომ ჩვენი ფორმატი შექმნილია უფრო სხვა საკითხების განსახილველად, თავიდანვე ასე შევთანხმდით, რომ ჩვენი გვსაუბრობთ საუჯრო ეკონომიკურ პრობლემატიკაზე, სატრანსპორტო თემებზე, არის ჰუმანიტარული საკითხები, აქ უმთავრესად გულისხმობთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან რუსეთში მრავალწლიან სასჯელს და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, 6 მოქალაქე გავათავისუფლეთ აქამდე, 3 მოქალაქე ერთი თვის წინ და გუშინ კიდე ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ვისაუბრეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა გიგა 4-2-ას მკვლელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს ჩვენი თემატიკა, ამას ადამიანურად გვერდს ვერ აუვლი, ეხა ეს თემა დეტალურად საგნობრივად განიხილეს უკვე ჟენევაში, ერთი კვირის შემდეგ განიხილავენ კიდე კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში მორიგი შეხვედრა იქნება, მაგრამ აქ ვიმეორებ, რომ ამას გვერდს ვერ აუვლიდით, ვერანაირად და რა თქმა უნდა, ამაზეც იყო საუბარი. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მარტივი, რომ ეს პიროვნება, ეს დამნაშავე, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოკლა ახალგაზრდა კაცი უნდა დააპატიმრო, რაც შეიძლება სწრაფად. ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ძალიან საყურადღებო განცხადება იმის თაობაზე, რომ არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ ეს ამ პიროვნების სიცოცხლეს რაღაც საფრთხე დაემუქროს. შინაგან საქმეთა მინისტრმაც თქვა, რომ ეს ასეა. ასე რომ ალბათ ამას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება. რამე რომ მოხდეს, მართლა რაშიც არანაირად არ არის საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებული, შემდეგ ყველაფერი შეიძლება საქართველოს დააბრალონ, არა ეცადონ, რომ დააბრალონ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ სასჯელის ის ფორმა, რაც მას შეუფარდეს, შიდა პატიმრობა არის აბსოლუტურად არაადეკვატური და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი ისე, რასაც ის პიროვნება იმსახურებს. ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილში რუსეთის მხარე, ჩემი რუსი კოლეგა მეთანხმება, ამბობს, რომ მართლაც ეს სასჯელი არაადეკვატურია, მკვლელობასთან გვაქვს საქმე. მეორე მათი ასე ვთქვათ, პოზიცია ის გახლავთ, რომ აქ რუსეთი არაფერ შუაში არ არის, ეს არის კერძო პირის, აი ამ აფხაზი ეგრეთ წოდებული მესაზღვრის დანაშაული და უნდა გაგრძელდეს მუშაობა შესაბამის ფორმატებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. აი ამიტომ ვთქვი მე, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გარკვეულწილად რაღაცაში ერთმანეთს ვეთანხმებით, იმაში ვერანაირად ვერ შევთანხმდებით, რომ რუსეთის პასუხისმგებლობა აქ არანაირად არ არის. იმიტომ რომ ვიმეორებ, რუსეთის პასუხისმგებლობა მათი გავლენის ასე ვთქვათ დონე ამ რეგიონებში, ოკუპირებულ რეგიონებში არის ძალიან მაღალი. ამიტომ რამდენადაც არ უნდა შეეცადონ, რომ ეს პასუხისმგებლობა ერთ პირს გადააბარონ, არანაირად ეს
არ გამოვა. ანუ უნდა გაგრძელდეს ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, მუშაობა, მაგრამ ეხლა ჩვენ პოზიციები, განცხადებები ეს ნაკლებად გვაინტერესებს. თავარია მივიღოთ შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად, რომ შემდგომ გართულებას არ ქონდეს ადგილი. აი დაახლოებით ამ კონტექსტში. გასაგებია, ბატონ ზურაბ, თქვენ დაასახელეთ ერთ-ერთი შედეგი ამ ფორმატისა, ბოლო შედეგი, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გათავისუფლდა. ასევე სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე მინდა გკითხოთ. დღის წესრიგში, თქვენი ფორმატის დღის წესრიგში ყველაზე აქტუალურად ახლა რომელი საკითხები დგას, რაც შესაძლოა მომდევნო შეხვედრაზე იყოს განსახილველი, ან რაც შეიძლება გადაიჭრას ამ მიმართულებით, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, იმ მანდატის ფარგლებში, რაც თქვენ და კარასინს გაქვთ ამ შეხვედრაზე. ესე იგი, ამ მიმართებით, რაც სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება, ჩვენ გვაქვს მართლა გარკვეული წინსვლა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული ექსპორტი რუსულ ბაზარზე აღდგა 2013 წელს. მანამდე 2016 წლის შემდეგ ჩვენი ექსპორტი რუსეთის ბაზარზე არ გადიოდა, რუსეთთან ყველაფერი შემოდიოდა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აი ესეთი დისბალანსი იყო. აი ამ 3 წლის მანძილზე ჩვენ რუსეთში ჩვენმა კომპანიებმა გაიტანეს 700 მილიონამდე ღირებულების სხვადასხვა პროდუქცია. ეს ძალიან დიდი ციფრია ჩვენთვის, ძალიან დიდი თანხაა. და ეს ბევრ, ასე ვთქვათ, ადამიანზე, კომპანიაზე, კერძო პირზე, ფირმაზე და ასე შემდეგ გადანაწილდა. ასე რომ ეს ხელშესახები რეზულტატია ნამდვილად. ძალიან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან. შარშან ჩამოვიდა სადღაც 850,000-მდე ტურისტი წელს, მილიონზე მეტს ველით. ეხლა აი 2 მილიონი ტურისტი ისე ძალიან უხეშად $200-ზე მაინც რომ გადაამრავლო $200 მინიმუმია ალბათ. არა ერთ ტურისტი, აი ვიღებ ძალიან დიდ თანხას. ასე რომ ეს ყველაფერი შედის ჩვენს ეკონომიკაში, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და არა მარტო ტურიზმის განვითარებას. აი ამ თემებზე ვსაუბრობთ იქ, და სხვა მრავალ თემაზე, რაც აი ამ სფეროებთან არის დაკავშირებული. ავიაცია, სატრანსპორტო მიმოსვლა, სამგზავრო ტრანსპორტი, აქ ყოველთვის არის რაღაცა სახის უფრო ტექნიკური ხასიათის პრობლემები. ეხლა ჩვენ რადგან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს საელჩოები, აი ამ ჩვენ შეხვედრებზე ერთ შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე ყოველთვის გროვდება რაღაცა რაოდენობა პრობლემებისა. ჩვენ შეხვედრებში მონაწილეობენ ჩვენი მხრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე საგარეო უწყების წარმომადგენელი და ჩვენ ამას ყველაფერს შეხვედრამდე, რა თქმა უნდა, ვამზადებთ, გავდივართ ყველა თემას შესაბამის უწყებებთან, მივდივართ იქ განვიხილავთ და შეძლებს ბატონ ზურაბ, აი ამ ფორმატის ოპონენტებს უჩნდებათ ხანდახან ეჭვი, რომ გარდა ამ საკითხებისა, რაც ჩამოთვლილი იყო, ხო, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული საკითხებისა, ხომ არ განიხილება იქ გარკვეული პოლიტიკური საკითხებიც. ყოფილა თუ არა რომელიმე ეტაპზე ამ ფორმატის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან რაიმე მინიშნება ან შემოთავაზება იმაზე, რომ პოლიტიკურ საკითხებზეც ყოფილიყო დიალოგი თქვენსა და კარასის შორის. იცით რა შეასახმე, ახლა ეს არის ძალიან აი ბავშვური რაღაცა ეჭვი, იქ რაღაცა შეიძლება რაღაც სხვაზე საუბრობენ. ეს არ არის ეს ოფიციალური მოლაპარაკებები. ეს არც კონსულტაციები არ არის, ეს არის არაფორმალური დიალოგი. ჩვენ იქ არანაირ ვალდებულებებს არ ვიღებთ. არანაირ დოკუმენტებს, ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს არ ვაფორმებ. თუ კი რამეზე თანხმდებით იქ აი სფეროებში, რაც მე ჩამოგითვალეთ, ეს არის წმიდა ისეთი, აი ჯენტლმენური შეთანხმება. მე ამას გინდა შეასრულებ, გინდა არ შეასრულებ. არსად არ წერია, რომ გინდა თუ არა, აინდა მაინც უნდა რაღაცა, ასე ვთქვათ, დაპირება შეასრულო. აი ასე გავანთავისუფლეთ მაგალითად ჩვენი 7 პიროვნება, ჩვენი მოქალაქე, რომ არანაირი ქაღალდი არ გაფორმებულა. სხვა შეთანხმებებიც ასე სიტყვიერად არის მიღწეული და შემდგომ ჩამოვდივართ და მე მეტნაკლებად ვცდილობთ, რომ რაზეც შევთანხმდებით ისე აი კაცურად როგორც სიტყვიერ, მე ის შევასრულოთ. ასე რომ აი ეს ეჭვი რომ იქ რაღაცაზე ლაპარაკობენ ისეთზე, რომ აი საზოგადოებამ
არის ის, ნუ გითხარით მე თქვენ რომ ის სხვების ესწრებიან. გარდა ამისა, იქ არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, რეჟიმი საუბრის არის. ნებისმიერ რამეზე შეიძლება საუბარი იქ ну რა მერე ასე ვთქვათ რა თემაზეც გინდა ისაუბრე, მაგრამ ამაზე სხვა ნიშნავს რომ სახელმწიფო იღებს რაღაც ვალდებულებას. არანაირად არ ნიშნავს. იქ მე ფაქტობრივად საუბრობ აი ასე ვთქვათ ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. აი ამას მე ხაზი გავუსვი უკვე, მაგრამ უფრო მე ასე ვთქვათ რა თქმა უნდა ჩვენ უმთავრესად კონცენტრირებული ვართ იმ თემებზე, რაც ჩვენი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. აი ეს თემა ოთხოზორიას მკვლელობა, ну არ არის გათვალისწინებული, მაგრამ რა ვქნათ ახლა ამის გამო რომ გათვალისწინებული არ არის, ну არ ვილაპარაკოთ, ხო არ გამოვალ ამაზე. გასაგებია და ბატონ ზურაბ. რა დროს ვაჭრობაზეა ლაპარაკი, როდესაც ასეთი რამ ხდება. კი ბატონო და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, ეს ფორმატი, რომლის მანდატითაც თქვენ ხვდებით რუსეთის წარმომადგენელს, შეიქმნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ და იყო მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყავს თავისი კრიტიკოსები ამ ფორმატს. ახლანდელი პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის ანალოგიური ისეთი, როგორც თავიდან შექმნის დროს. ანუ ახლანდელი პრემიერ-მინისტრიც მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მომავალშიც ამ ფორმით. ისეთ რა ჩვენ ყველა ჭუად ყოფილს ვეკითხებით რჩევას. ჩვენ გვაქვს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციები და ხშირად ვისმენთ მათგან საინტერესო იდეებს. ამასინათ ანგელა მერკელმა გააკეთა კომენტარი ამის თაობაზე, რომ საქართველოს სწორედ შვება, რომ ასეთი პრაგმატული მიდგომა აქვს რუსეთის მიმართ. მანამდე გახდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, შევხვდით ყველას, ვისაც იქ ასე ვთქვათ, ვისთანაც საქართველოს რაღაც შეხება აქვს. სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი, ასე შემდეგ, აქ შეხება გვაქვს ჩვენ ყველა ჩვენს ასე ვთქვათ პარტნიორ დიპლომატთან, ელჩთან. ამიტომ ვიმეორებ, აი ყველა ჭუად ყოფილი ხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს რუსეთთან რაღაც დიალოგი, რაღაც კომუნიკაცია უნდა იქონიოს. ახლა ის ვინც ამას აკრიტიკებს, ну აქვს ამის უფლება და ჩვეულებრივი ამბავია, რომ დემოკრატიულ სამყაროში, ასე ვთქვათ, ქვეყანაში ასეთი სხვაობა იყოს. მაგრამ იქ ცოტა სხვა რაღაცასთან გვაქვს ჩვენ საქმე, გარკვეული ნაწილი იმ კრიტიკოსებისა, ვინც ყველაზე უფრო აქტიურობენ, სწორედ მონაწილეობდნენ იმ კატასტროფაში, რაც 2008 წელს დადგა. და რომლის შედეგადაც საქართველოს საუბედუროდ დე-ფაქტო დაიშალა და ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. ეხლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა ეს ძალიან ძიმე მემკვიდრეობა რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ შევცვალოთ, თუმცა ეს იქნება ძალიან რთული, ამას დაჭირდება დრო და ჩვენ შევეცდებით, რომ ნელ-ნელა წინ წავიდეთ. ეს პრაგმატული მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით შემუშავდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. შეიძლება ითქვას, რომ ის გახლავთ არქიტექტორი, აი ამ ასე ვთქვათ, ამ ახალი მიდგომისა. 2013 წელს დავიწყეთ მისი განხორციელება, მაშინ ჩამოყალიბდა კონტურები, აი ამ ურთიერთობისა, ამ კომუნიკაციისა, შემდგომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დროს მუშაობდით ჩვენ და გარწმუნებთ, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი სრულად არის ინფორმირებული და სრულად უჭერს ხარს აი ამგვარ მიდგომას, რაც მას არაერთხელ აუნიშნია. გმადლობთ ზურაბ აბაშიძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. ვიანი დღეს ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხვალამდე. მადლობა.